შვიდობიანად უნდა ვიცხოვროთ. მეგობრობა და ერთმანეთის თანადგომა უნდა ვისწავლოთ. თორემ დუმბულის დაგეღრებას ბედვის გახსნას. ერთად თუ ვიქნებით, წერიც ვეღარ მოგველება. ბრძანა მეფემ. ღერძელი იყოს მეფეთა მეფე, მეფე ბატონო, თომას ქალმა ქეთევანმა ცოლობაზე უარი მიქნა. კარგი, თომას, ედაველაპარაკე. მოდი ერთი. გასაგებია მეფე ბატონო, ღერძელი იყოს მეფეთა მეფე. როგორც მოგახსენით, ახლა კი დაიშალეთ, საქმეს მიხედეთ, საქმეს. თქვენ კი მეგობრებო, მომგეთ. 1 2 1 2 1 2 3 1 2 1 2 1 2 3 მაგნისა დაბიჯით და მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმებით დამსწრე საზოგადოება. და უდიდესი სიყვარულით, რა თქმა უნდა, მოგესალმებით თქვენ, ჩვენო პატარა, ძვირფასო მეგობრებო. დღეს ჩვენი 5 სეზონის პროექტის ახალი შანსის დახურვაა. ახალ შანსელები, მომავლის ხმა. ასე ქვია ჩვენს დღევანდელ საღამოს. რომელიც აერთიანებს როგორც ჩვენს ამბებს, ასევე ახალ შანსს და რა თქმა უნდა, ყველა ეს პროექტი არის ტელეკომპანია ახალის შვილობილი. ჩვენ გვაქვს ორი ჯადოსნური სიტყვა, მადლობა და ბოდიში. დღეს ალბათ უამრავჯერ ვიტყვი მადლობას, თუმცა ბოდიში მხოლოდ მოსახდელი გვაქვს აძვის და პატარა მეჯრისხევის სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან. რადგანაც ეს ბავშვები არიან ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც ყველა პროექტში მონაწილეობის დროს სულ უფრო გვამცვიფრებენ და აღფრთოვანებულები ვართ ამ პედაგოგების და ბავშვების მუშაობით. და მე პირადად ბოდიშს ვხვდი მათ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ჩავიდეთ ჩვენი პროექტებით ამ სოფლებში ოკუპაციის ხაზთან, ჯერ ვერ მოვახერხეთ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, თუმცა აქ მიმოგმართავთ თქვენ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აუცილებლად ჩამოვალთ თქვენთან და თქვენს მოსწავლეებთან. მადლობა მეგობრობისთვის. მადლობას კი ალბათ ძალიან ბევრჯერ ვიტყვი, იმიტომ რომ თუ არა თქვენ, ჩვენი მეგობრები, ის ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენ არ ვიქნებოდით და ეს პროექტებიც დაიხურებოდა. მართლა ძალიან ამაყივარ, იმით რომ ჩვენი პროექტები ყველასგან განსხვავებულია. ჩვენ არ ვიპაროთ სხვების იდეებს, ჩვენ არ გადმოგვაქვს სხვების აზრები, ჩვენ არ საუბრობთ სხვების სიტყვებით. და იცით რატომ? ყველაფერი გვაქვს ჩვენი, ყველაფერი გვაქვს ახალი და კრეატიული. და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ახალს და ამ კრეატიულს ქმნიან ეს ბავშვები, რომლებიც ჩვენს პროექტებში იღებენ მონაწილეობას. ძალიან ამაყივარ იმით, რომ ჩვენი არც ერთი პროექტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფარატინა დიპლომების გადაცემით, ან უბრალო მადლობის თქმით. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ჩვენ ყველა პროექტს ჰქონდეს გაგრძელება და ჩვენი წარმატებული ახალგაზრდები გავაცნოთ უფრო და უფრო მეტ საზოგადოებას. და ნამდვილად ამაყივარ იმით, რომ ძალიან მალე ჩვენ მემორანდუმებს ვიწყებთ საზღვრებს გარეთ და გვექნება როგორც გასტროლები, ასევე ფესტივალები და რაც თავარია, წიგნები და ჩვენი ახალგაზრდები უკვე იმ ქალაქებში გავლენ. ესეც ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან მაგარი მეგობრები გვყავს და მადლობა ამათთვის. თქვენ ახლა ნახეთ შესანიშნავი სპექტაკლი. პირველი შანსის დროს ფოთის თეატრმა. და მე მინდა ჩვენთან მოვიდეს ბატონი გუჯა ქარაია.
და რა თქმა უნდა, ჩვენთან სცენაზე მუდმივად უნდა იყოს ჩვენი პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გვანცა გულიაშვილი. ვიცნობთ მას და ჩვენ ყოველთვის გეცნობათ მათთან ურთიერთობა. გუჯა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხარ ჩვენთან. რა თქმა უნდა, ჩვენ დაწვრილებით შენგან ინტერვიუს დროს გავიგებთ ამას ყველაფერს და ჩვენი ამბების წამყვანები კი პატარა მსახიობებს გააცნობენ მაყურებელს. პირველი ფესტივალის დროს თქვენ მონაწილეობა მიიღეთ დისტანციურად. ფოთის თეატრალური სტუდია არგო, ხელმძღვანელი გუჯა ქარაია. მოდით ნახოთ. გამარჯობათ ბაღნებო. არგარდა, თავიდა. ნუ ასხდიალებ მაგენასტორებ. ხარიდი სემინარიო მისადა. დავდე. დაიდე. სიხარულიძე. აბა კახტა მასწავლებელთა წყალია ცენტრად გუჭულად ხარიძე ნინინა და მოტნა გააჩილეს სახში. თელი კლასი ვერ გაყევი? ხელის მოსაგიდებელი ადგილი არ დარჩა მასწავლებელთან ველოდი თელი კლასი. ხომი! გოგო, კიდიანთება გაქვს შენ? რაი? გოგო, კიდიანთება გაქვს შენ? დიახ, მასწავლებელო. რა გაყვირებს გოგო? მე მაიხური და გადააგდე ფანჯრიდან. ვაპირებ, მასწავლებელო. დეგდე გოგო. რაი? დეგდე გოგო, დეგდე! ვინეთის ხევანდელი გაყვიდელი ხვა? მე ვიცი, მასწავლებელო. აბა ჰე, მოგვნათლებ. ალიგა მიცხოვა მაშაშვილის სატრფიალო ლირიკა. დავიწყო მასწავლებელო. არ გინდა. გეცოდინება. 5. ეს 5-იანი უზრდელი. დეპეშა გამოგეგზავნა. ასე და ასე. გაკვეთილი არ ვიცი, წუხვარ ვერ გესწრებით ხო? პატივისცემით ნათლა ნიჟარაძე. ხომი! წევედი მე სამე კლასში. ისინი ნახავენ ახლა რას მოვედი. და ამიტომ ჩვენ ვერ გავიცანით თქვენი პატარა მსახიობები. მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ კიდევ ერთხელ. იმისთვის რომ დღეს ჩამოხვედით, გაგვეცანით ეს შესანიშნავი მომავალი თაობა და უბრალოდ მინდა რომ ახლა თქვენ თვითონ მიესალმოთ როგორც ჩვენ სტუმრებს, ასევე ბავშვებს. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით მოგესალმებით ყველას. ჩვენ ყოველთვის დიდი სიამოვნებით მივიღებთ ახალი, რაც კი რამ იქნება საქართველოში და იქნება გამოწვევა, ყველა გამოწვევაში მივიღებთ მონაწილეობას აუცილებლად. იმიტომ რომ ფოთი მოგეხსენებათ არის უძველესი კულტურის ქალაქი და სხვანაირად არც კი შეიძლებოდა რომ ფოთისგან იყოს ასე ვთქვათ პასიურობა. ჩვენ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზადა ვართ, მე თამამად შემიძლია ვთქვა, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, მე სახელმძღვანელობიდან გამომდინარე, ჩემი მშობლებიდან გამომდინარე და რაც მთავარია, ჩემი ბავშვებიდან გამომდინარე. დიდი მადლობა.
ცაზე ვასწავლებ. კონდეთ ერთმანეთის სიყვარული და ერთგულება. მეფედანობას გაუმარჯვა! 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 მოდი დავიწყოთ თავიდან. ჯერ მცირე ექსკურსიით ვინ არის ბუჯა ქარაია და რა დრო გამოიარა სანამ ჩვენთან მოვიდა. გეგმით. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვარ. მე წელს მომეცა შანსი, რომ პირადად მოვსულიყავი თქვენთან სტუდიაში. წარმომედგინა ჩემი ბავშვები. ადრე კოვიდის შემდეგომ პერიოდში მქონდა მარტო შეხება ჩანაწერებით, მაგრამ ახლა მართლა ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ. წარმატებები მინდა გისურვოთ. პირველ რიგში, თუ რამე შეიძლება და იქნება შესაძლებელი, ჩათვალეთ, რომ ფოთი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება. ჩათვალეთ, რომ ჩვენც ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ. თქვენს ყველა წამოწყებას აუწყობთ აბსოლუტურად ფეხს, იმიტომ რომ ამ მიმართულებით, რასაც თქვენ აკეთებთ, ახლა ეს არის ბავშვებთან დაკავშირებული, ხო? ნომერ პირველი ჩვენ ცხოვრებაში არის ბავშვები. ბავშვები და ჩვენი მომავალი თაობა, რომელსაც მე ძალიან დიდი იმედებით ვუყურებ ხოლმე. ახლა რაც შეეხება ბუჯა ქარაიას, თუ ჩვენს პიროვნებაზეა საუბარი, 30 წელია ვემსახურები ერთი და იგივე საქმეს. 35 წელია თეატრის მსახიობი ვარ, 30 წელია მუშაობ ბავშვებთან. ამ 30 წლის განმავლობაში საკმაოდ გამოცდილება დამიგროვდა და ჩემი საბავშვო სტუდია წინ და წინ მიდის. ვღებულობთ მონაწილეობას ფესტივალებში, საქალაქო ღონისძიებებში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გითხრათ, რომ არ ვარ კმაყოფილი ნამდვილად დატყუილი გამო, იმიტომ რომ რა თაობაც გავზარდე, 4 თაობა გავზარდე თეატრალური სტუდია არგოში ამ მიმართულებით. იგი არგო საკმაოდ დიდი ხანია რაც დაარსდა. კი ბატონო, მინდა გითხრათ, რომ 30 წელი უსრულდება შემოდგომაზე არგოს და საიუბილეო წელი თქვენია. თუ კი მექნება მაგის შესაძლებლობა, მინდა რომ გავაკეთო დიდად არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ გრანდიოზული ღონისძიება მინდა გავაკეთო არგოსთან მიმართებაში. საერთოდ თქვენ ისეთი კარგი მერი გყავთ და კულტურის სამსახური, რომ ფიქრობ, რომ ნამდვილად დაგეხმარებიან და ყველაფერში გვერდით დაგიდგებიან. გეგმით თვალე, ახლა მე ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ დიდ მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ თქვენ შორიდან რასაც უყურებთ, ამას ხედავთ და იგრძნობა. მე არ ვიცი სხვა ქალაქებში როგორ არის, მაგრამ ადამიანურად რო ვისაუბრეთ, ნამდვილად კარგი მერი გვყავს, ნამდვილად კარგი კულტურის სამსახურის უფროსი გვყავს, ნამდვილად კარგი ვიცე-მერი გვყავს. ვისი მეშვეობითაც ჩვენ მოვახერხეთ დღეს რომ ჩამოვედით თბილისში, ეს არის მათი დამსახურება, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სამსახურის ხელმძღვანელი, მაგრამ მერი არის ახალგაზრდა. ზოგადად ვიცე-მერი არის ახალგაზრდა კაცი და ცდილობს რომ ახალგაზრდებს აუწყოთ ფეხი. ანუ იმის თქვა მინდა რომ რაც კი რამ ფოთში კეთდება, ყველაფერი კეთდება ახალგაზრდობისთვის. ყველაფერი. ფოთში ამასინებთ დაახლოებით 3-4 თვეა გაიხსნა ახალგაზრდული ჰაბი. სადაც ნებისმიერ ფოთელ ბავშვს შეუძლია წარმოაჩინოს თავისი ნიჭი. და თქვენთან რომ მოვდივოდი და თქვენი პროექტი რომ ვნახე, რასაც თქვენ აკეთებთ, აი დაუკავშირე ზუსტად იმას, რომ მხოლოდ ბავშვებისთვის, მხოლოდ მომავალი თაობისთვის და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ ყველაფერი გააკეთოს, რაც მის შესაძლებლობებში არის და წარმოაჩინოს მისი თავი. ზუსტად იდენტურია თქვენი საქმიანობის და ძალიან გამიხარდა მართლა. ძალიან მიხარია თუ მუნიციპალიტეტები ესე დიდ ყურადღებას უთმობენ და პირადად ჩემი ძალიან დიდი მადლობა მათ. ბუჯა, იცი რა მაინტერესებს? მსახიობი ხარ და აი ეს არგოს დაბადება როგორ მოხდა? აი ამ შენი სამსახიობო მოღვაწეობიდან გამომდინარე გინდოდა რომ ბავშვებისთვის მიგეცათ, რომ აი რატო გაჩნდა და რატომ არგო? ცოტა დიდი ისტორიაა, მაგრამ შევეცდები, რადგან ეს ტელევიზიასთან გვაქვს შეხება, მოკლედ მოვყვე. ახლა 30 წლის განმავლობაში ალბათ მოსაყოლი მექნება თავისთავად ცხადია. საკმაოდ ბევრი. მე ფოთში ვარ ჩასული. ანუ 90 წელს მე მიმიწვის ფოთის თეატრში, როდესაც დავამთავრე. ხო და
რომ ჩავედი ფოთში, რა თქმა უნდა, ახლა ახალგაზრდა ბიჭი ვარ, ჩასული თეატრში მოღვაწე ეს 90-იანი წლები გახსოვთ ძალიან კარგად რა მდგომარეობა იყო ზოგადად ქვეყანაში, აქედან გამომდინარე ვეძებდი რაღაც სიახლეს. მიუხედავად ჩემი წლების სიმრავლისა, ყოველთვის ვცდილობ, რომ რამე ახალი საკუთარ თავში აღმოვაჩინო და თქვენ წარმოვიდგინეთ ახლა თუ კი ახალის აღმოჩინა საკუთარ თავში ფიქრობ ბავშვებთან მიმართებაში რა დამოკიდებულება მექნება ეს რეპლიკის სახით რა ვიყავი მიწვეული ფოთში უკვე რო ჩავედი ვიყავი მიწვეული მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში რაც გარდაცული ფოთოლა ქაჯაია ну ადრეულ წლებში ახლა არც მე არა ვარ პატარა და რაიკომის სამემდივანი იყო მე გახდა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი ძალიან ენერგიული ქალი აი მოზღვაებული ენერგიის პატრონი რომელმაც მინიწვია. ყავდა საბავშვო თეატრი, ყავდა მხატვრული კითხვის წრე და ასე შემდეგ მე მოგეხსენებათ მოსწავლე ახალგაზრდობაში რა მიმართულებებიც არის. დაიწყო ჩემი მოღვაწეობა იქით. იქ დავიწყე მხატვრული კითხვის პედაგოგად მუშაობა და იქიდან ნელ-ნელა უკვე გამიჩნდა იდეა რომ თუ კი ბავშვს სწორად მეტყველებას ასწავლე, მაინც თეატრისკენ არის გზა, ეს მეტყველების კულტურა ხა, მაინც მოდი იქნება და ბავშვებთან ვიმუშაო. და ახლა ეს 90-იანი წლები მოგეხსენებათ არც არაფერი არ იყო რა, იმიტომ რომ ქვეყანას უჭირდა ზოგადად საზოგადოებას, არა მარტო საქართველოს ეს წლებია, ეს გარდამავალი პერიოდია ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ და აი აქედან გამიჩნდა იდეა, რომ ბავშვებთან მემუშავა და ყველაზე მთავარი ჩემთვის ის არის, რომ ზოგადად ბავშვები, აი ბავშვი მიყვარს. ერთ პატარა ნიუანსს გეტყვით, თუ ზედმეტი არ იქნება. მე მგონდა ისეთი პერიოდი, როდესაც ჩემი შვილები იყვნენ ორივენი საზღვარგარეთ, ორი შვილი მყავს, ორივე საზღვარგარეთ იყო 2 წელი რა, დედა მეუღლე თავისთავად და შვილები საზღვარგარეთ იყვნენ წასულები. პირველი წელი შეგუების წელი იყო, გამიჭირდა, ვერ გადავლახე. ამას მაშინ დაიწყო მეორე წელი და ზუსტად მეორე წელი რომ მთავრდებოდა, იმ დროს აღმოვაჩინე საკუთარ თავში, რომ მე თავისუფალი და ბედნიერი ვიყავი იმ დროს, როდესაც ბავშვებთან მუშაობდი. თუ კი მქონდა რეპეტიციები ბავშვებთან საათნახევარი, გადიოდა 2 საათი, 2 საათნახევარი და ხანდახან მშობლები მიიღებდნენ კარებს, რომ გარდა ჩემთან სიარულისა ბავშვების სხვადასხვა წრეებში დადიახოთ ცეკვარის ეგ მუსიკა და ასე შემდეგ ასე შემდეგ. დადენ კარებს მიიღებდნენ ხოლმე, რომ საკეთებს ეს მასწავლებელი ამდენი ხანი, რომ დროს გადაცილდა საკმაოდ. აი იქ აღმოვაჩინე, რომ ეს ბავშვები მაძლევს შვებას. ზოგადად ბავშვები მიყვარს. წოდეშერის შენი სალომე ძალიან კარგად გვახსოვს. როდესაც სულ პატარა იყო მაჩაბელას თეატრალურ ფესტივალზე, აი გავიცანით სალომე. ესე ჩაგეჭრებით ბოდოში გავედოქეთი და მაჩაბელას ფესტივალზე თქვენ იყავით პირველი ჯილდო ვინც მომცა მე ჩემ სტუდიას ვინც მისცა გახსოვს და ფიქრობ რომ ძალიან ბევრი უნდა იყოს ასეთი ფესტივალები, ასეთი წარმოჩენა ბავშვების და რაც თავარია ბავშვებს უნდა მიეცეთ თავიანთი ნიჭის რეალიზების საშუალება. წახან მითხარი რომ ყოველთვის ვცდილობ რომ რაღაც ახალი დავნერგო და მე ვიცი რომ შარშან უკვე თქვენ დაიწყეთ ფესტივალი, რომელიც არის საერთაშორისო ფესტივალი და ფესტივალს ქვია ზღვის მარგალიტები. რაც შეეხება ზღვის მარგალიტებს, დიახ, შარშან დაფუძნდა ფოჩის საბავშვო თეატრალური ფესტივალი ზღვის მარგალიტები 2025. იდეა წამოვიდა ჩემგან, მე ვარ ამ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი. მყავს ჩემი თანაგუნდელები, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ. როგორც მოგახსენეთ, დავაფუძნეთ ეს ფესტივალი. წელს ექნება მეორე წელი, ამ ფესტივალის მეორე წელი ექნება, სადაც ვეპატეჟებით არა მარტო საქართველოსდან, საქართველოს ფარგლებს გარეთაც ბავშვებს. მიზანი რა არის? მიზანი არის გავაცნოთ ჩვენი შემოქმედება, ჩვენი ბავშვების შემოქმედება, გავაცნოთ უცხოელებს და უცხოელებმა გაიცნონ ქართველი ბავშვები. და არა მარტო უცხოელებმა. საქართველოს ხელოვანი ხალხის ქვეყანა და რაც მეტია ხელოვანი, მეთ უფრო მეტი არის კულტურა, ეთიკა, ესთეტიკა, ყველაფერი შედის. ერთ სივრცეში მინდა ყველაფერი მოვაქციო. ფესტივალი მარტო იმისთვის არ ტარდება, რომ დაუშვათ სპექტაკლები ითამაშეს ბავშვებმა, რაღაცნა ფოტოები წარმოადგენეს და ეს არის და ეს. ჩვენ დავნერგეთ ფესტივალზე, რომ არანაირი ჯილდო არ გაიცემა ხელმძღვანელობაზე. არანაირი ჯილდო არ გაიცემა საუკეთესო რეჟისურა არის, იქ დავუშვათ საუკეთესო მუსიკალური გაფორმება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა მარტო ორიენტირებული ვართ ბავშვებზე.
სამაგიეროდ ბავშვებისთვის გვაქვს უამრავი ნომინაცია და უამრავი სიურპრიზი, ვინც მიიღებს მონაწილეობას, რა თქმა უნდა. როდის არის ფესტივალი და დაიწყო თუ არა უკვე რეგისტრაცია? ფესტივალი არის 23-27 მაისი. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ჩვენ შეძლებს დაგვარად კულტურის სამსახურებს და ორგანიზაციებს, ვისაც ყავს საბავშვო თეატრი და აქ ამასთან შეხება, უგზავნით ხოლმე დებულებას და მოწვევას თუ კი სურვილი იქნება. აი თვითონ როგორ უნდა დაგიკავშირდნენ დავუშვათ, შესაძლებელი არის თუ არა ბევრ სკოლას აქვს თავისი თეატრალური წრე. აი სკოლებმა თუ შეუძლიათ რომ მიიღონ მონაწილეობა. როგორ უნდა დაგიკავშირდნენ? ნუ დღეს უკვე ინტერნეტ სივრცეში ვართ ყველანი, გვაქვს ჩვენი ელექტრონული პოსტა ზღვის მარგალიტები 2025. ნებისმიერ შეუძლია შევიდეს ამ გვერდზე და ნახოს ჩვენი მონაცემები. რომ გავიზრდები დავდგები ჩემი სამშობლოს დარაჯად, ვეფიცავ არასდროს შევარცხენ ჩემს წინაპართა ფარაჯას. ძარღვებში მიჩქებს გმირული სისხლი, სოტნეს და დავითის. თუ შევარცხუნო სამშობლო, გამიწყრეს მამა დავითი. გულში კოცონა და მინთია ტრფობა მე, ჩემი მამულის გოჯს არ შევარჩენ ტარვალებს, არ მსურს უქვიო და შაგმული. მე მომავალი სამშობლოს მისი პაწია ნაწილი ფიცავ დიდებით შემოსავ, ეს არ გეგონოთ ქადილი. სამშობლო ჩემი სუნთქვა იავდანახ მაკბილი, ნურავის ნუეგონება ჩვენი წაქცევა ადვილი. ამ კერჩი ციცქრა გული მაქვს, მაგრამ აზრით ვარ დიადი, პატარა საქართველო ვარ, გულა მაყიდა ზვიადი. მოგესალმებით. მიხარია რომ დღეს ამდენი ახალი მეგობარი შევიზინე. ახლა კი მოდით გავისუნთ არგო მსახიობები. გაგვეცანი. მარიამ ზასტუკი 9 წლის. რამდენი ხანია რაც არგო მსახიობი ხარ? 4 წელია. რას ნიშნავს შენთვის იყო მსახიობი და იდგე დიდ სცენაზე? როდესაც დიდ სცენაზე ვდგავარ და ბავშვები ტაშს გვიკრავენ, ეს ჩვენთვის მოტივირებაა. ყველაზე მეტად რომელი სპექტაკლი და რომელ როლზე მუშაობა დაგამახსოვრდა? მე ბებია ილიკო და ილარიო. მომავალში თუ აპირებ მსახიობობის პროფესია აირჩიო? კი არ იცი ყველაფერი წინა. რას ეკყვი ახლა შენს თალენტობებს, რომლებიც გიყურებენ? მე ვეტყვი რომ შემოგვიერთდნენ არგოში და იყვნენ ჩვენი ოჯახის წევრები. ირაკლი დღემუშავა 7 წლის. რამდენი ხანია რაც არგო მსახიობი ხარ? 2 წელი. რას ნიშნავს შენთვის იყო მსახიობი და იდგე დიდ სცენაზე? როცა ტაშს ვიკრავს, ყველას გვიხარია. ყველაზე მეტად რომელი სპექტაკლი და რომელ როლზე მუშაობა დაგამახსოვრდა? ჩხიკვთა ქორჭელი. მომავალში თუ აპირებ მსახიობის პროფესია აირჩიო? კი ვაპირებ. რას ეტყვი ახლა შენს თალენტობებს, რომლებიც გიყურებენ? რომ ვურჩევ რომ შემოვიდეს ყველას, ვერ წარმატებებს უსურვებ ყველას. ნინიკო ყურაშვილი 7 წლის. რამდენი ხანია რაც არგო მსახიობი ხარ? 2 წელი. რას ნიშნავს შენთვის იყო მსახიობი და იდგე დიდ სცენაზე? როცა გამოდივარ და მსახიობ და თამაშობ, შოქი ჩაქრულია და ბავშვებს ვერ ხვდა და მე ვიცი რომ იმ შოქის წინ ბავშვები მიყურებენ და გახარებული ვთამაშობ და ტაში რომ ესმის ტაშის ხმა მე გახარებული ვარ. ყველაზე მეტად რომელ სპექტაკლი და რომელ როლზე მუშაობა დაგამახსოვრდა? ჩხიკვთა ქორწილი. რას ეტყვი ახლა შენს თალენტობებს, რომლებიც გიყურებენ? შემოვიდეს არგოში გახარებული და ბედნიერი. მადლობა. გამარჯობათ. მე ვარ ქრისტინა წაწონავა, მე 3 კლასელი.
რამდენი ხანია რაც არ გამსახიობი ხარ? 2 წელი. რას ნიშნავს შენთვის იყო მსახიობი და იდგე დიდ სცენაზე? ვიდგე დიდ სცენაზე ჩვენთვის ნიშნავს, რომ გავაბედნიერო და გავამხიარულო ბავშვები და ჩვენი როლი შევასრულო როგორც დიდმა მსახიობმა. რომელი სპექტაკლი და რომელ როლზე მუშაობა დაგამახსოვდა? მე ყველაზე მეტად დამამახსოვრდა როლზე ჩხირდა ქორწილზე, რადგან მან მქონდა ძალიან ლამაზი სიმღერა. მომავალში თუ აპირებ მსახიობის პროფესია აირჩიო? ამ მომენტში არ ვაპირებ, მაგრამ ძალიან მომწონს მსახიობობა. რა სიტყვის შენს თანაწოდებს, რომლებიც გიყურებენ? მე ჩვენს თანატოლებს ვეტყოდი, რომ შემოვიდეს ჩვენს არგოში და გახტნენ არგოს წევრი. მე ვარ ბეგი ბეგიანაშვილი, მე-4 კლასელი, წელი 9. რამდენი ხანია რაც არ გამსახიობი ხარ? 2 წელი. რას ნიშნავს შენთვის იყო მსახიობი და იდგე დიდ სცენაზე? ჩვენთვის დიდ სცენაზე თქმა ნიშნავს, რომ როგორ თქვა, პირველად რომ გამოვედი სცენაზე თითქოს და რაღაცა ძალიან მოდიოდა სხეულში და მეუბნებოდა, რომ შენ ეს გამოგივა არ დამებდე, შენს თავს მხარში დაუჭირე და მასე და მსახიობობა კი ჩვენთვის ნიშნავს, რომ სხვები გავამხიარულოთ ჩემი როლით. ყველაზე მეტად რომელი სპექტაკლი და რომელ როლზე მუშაობა დაგამახსოვდა? რა თქმა უნდა, ქორწილი. მომავალში თუ აპირებ მსახიობის პროფესია აირჩიო? რა თქმა უნდა. რა სიტყვი ახლა შენს თანატოლებს, რომლებიც გიყურებენ? მე ვეტყოდი, რომ შემოსულიყვნენ არგოზე და ჩვენი წევრები გამხდარიყვნენ და ჩვენთან ერთად ბევრი კარგი დრო გაეტარებინათ. მე ვარ ნატალი ჯერაკო, 6 წლის. რამდენი ხანია რაც არ გამსახიობი ხარ? 1 წელი. რომელი სპექტაკლი და რომელ როლზე მუშაობა დაგამახსოვდა? ჩხირდა ქორწილი. მომავალში თუ აპირებ მსახიობის პროფესია აირჩიო? კი. რა სიტყვი ახლა შენს თანატოლებს, რომლებიც გიყურებენ? თუ შემოვიდე მარკოს. ჩვენთან ერთად გაცემ ბავშვი. მე ვარ მაშოჩებია 7 წლის. რამდენი ხანია რაც არ გამსახიობი ხარ? 3 წელია. რას ნიშნავს შენთვის იყო მსახიობი და იდგე დიდ სცენაზე? მეგობრები რომ ხიარულად მიყურონ და ტაში დამეკრან. ყველაზე მეტად რომელი სპექტაკლი და რომელ როლზე მუშაობა დაგამახსოვდა? ჩხიკვთა ქორწილი და კაჭკაჭი. მომავალში თუ აპირებ მსახიობის პროფესია აირჩიო? კი. რა სიტყვი ახლა შენს თანატოლებს, რომლებიც გიყურებენ? შემოვიდნენ თეატრში და გვიყურებენ კარგად. მე ვარ მარიამ შამუგია 8 წლის. რამდენი ხანია რაც არ გამსახიობი ხარ? 2 წელია. რას ნიშნავს შენთვის იყო მსახიობი და იდგე დიდ სცენაზე? რომ ბავშვებს მოსწონთ ჩვენი ნაშრომი და რომ უხარიათ და ტაშ გვიკრავენ. ყველაზე მეტად რომელი სპექტაკლი და რომელ როლზე მუშაობა დაგამახსოვდა? მე ბებია და ილიკო და ილარიონი. მომავალში თუ აპირებ მსახიობის პროფესია აირჩიო? კი ავირჩიო. რა სიტყვი ახლა შენს თანატოლებს, რომლებიც გიყურებენ? რომ არ ჩვენს თეატრალში შემოვიდნენ და ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ. მე ვარ მიშოჩემია 10 წლის. რამდენი ხანია რაც არ გამსახიობი ხარ? მე არგოს მსახიობი ვარ 3 წელია. რას ნიშნავს შენთვის იყო მსახიობი და იდგე დიდ სცენაზე? როცა სცენაზე ვდგავარ და ვინც მიყურებს რომ მოსწონთ, მეც მეხარია. ყველაზე მეტად რომელი სპექტაკლი და რომელ როლზე მუშაობა დაგამახსოვდა? ჩხიკვთა ქორწილი ყველაზე. მომავალში თუ აპირებ მსახიობის პროფესია აირჩიო? კი. რა სიტყვი ახლა შენს თანატოლებს, რომლებიც გიყურებენ? ხშირად დაესწრონ ჩვენ სპექტაკლზე და ვიყურებ. მე ვარ მია გეგელაშვილი, 11 წლის. რამდენი ხანია რაც არ გამსახიობი ხარ? 3 წელია. რას ნიშნავს შენთვის იყო მსახიობი და იდგე დიდ სცენაზე? როდესაც მე სცენაზე ამოვდივარ და ბავშვებს უხარია ჩემი გამოსვლა, გული მithbeba და ეს ძალიან ბევრი ნიშნავს ჩემთვის. ყველაზე მეტად რომელი სპექტაკლი და რომელ როლზე მუშაობა დაგამახსოვდა? ჩხიკვთა ქორწილი. მომავალში თუ აპირებ მსახიობის პროფესია აირჩიო? დიახ. რა სიტყვი ახლა შენს თანატოლებს, რომლებიც გიყურებენ? რომ ხშირად დაგვესწრონ ჩვენ სპექტაკლებს. მადლობა ძალიან დიდი.
მე ვარ ანა ფერცხალავა 8 წლის. რამდენი ხანია რაც არ გავს მსახიობი ხარ? 1 წელი. რას ნიშნავს შენთვის იყო მსახიობი და იდგე დიდ სცენაზე? როდესაც სცენაზე დგავარ, მინდა ბავშვებს მოეწონოს ჩვენი სპექტაკლი და ტაში დაგვიკრან. ყველაზე მეტად რომელ სპექტაკლი და რომელ როლზე მუშაობა დაგემახსოვრდა? ჩხუბთა კორწილი. მომავალში თუ აპირებ მსახიობის პროფესია აირჩიო? კი. რას ატყვი ახლა შენს თანატოლებს, რომლებიც გვიყურებენ? რომ ჩვენთან ისწავლა თეატრალური. მე ვარ ლიზა ალანია 11 წლის. რამდენი ხანია რაც არ გავს მსახიობი ხარ? 2 წელია. რას ნიშნავს შენთვის იყო მსახიობი და იდგე დიდ სცენაზე? როდესაც მე სცენაზე გამოვდივარ და მაყურებელი მისმენს და თან ტაშს მიკრავს, ეს მე მაძლევს მოტივაციას. ყველაზე მეტად რომელ სპექტაკლი და რომელ როლზე მუშაობა დაგამახსოვრდა? სპექტაკლი მებებია ილკო და ილარიონი, როლი მასწავლებელი. მომავალში თუ აპირებ აირჩიო მსახიობის პროფესია? კი. რას ატყვი ახლა შენს თანატოლებს, რომლებიც გვიყურებენ? რომ შემოვიდნენ ჩვენ თეატრალურ სტუდია არგოში და იყვნენ ჩვენი პატარა მსახიობები. მე ვარ სესილი ალანია 8 წლის. რამდენი ხანია რაც არ გავს მსახიობი ხარ? 2 წელია. რას ნიშნავს შენთვის იყო მსახიობი და იდგე დიდ სცენაზე? ჩვენთვის მსახიობობა ნიშნავს სცენაზე ემოციების გამოხატვა. ყველაზე მეტად რომელ სპექტაკლი და რომელ როლზე მუშაობა დაგამახსოვრდა? სპექტაკლი ჩხუბთა კორწილი, ქეთევანის როლი. მომავალში თუ აპირებ მსახიობის პროფესია აირჩიო? კი. რას ატყვი ახლა შენს თანატოლებს, რომლებიც გვიყურებენ? რომ ჩვენთან შემოგვიერთდნენ ჩვენ საუკეთესო თეატრში. მადლობა ძალიან დიდი. ნუცა ადანაია. რამდენი ხანია რაც არ გავს მსახიობი ხარ? მე უკვე დავამთავრე სრული კურსი და ახლა არგოში სპექტაკლებში მონაწილეობ. რას ნიშნავს შენთვის იყო მსახიობი და იდგე დიდ სცენაზე? მე რა სცენაზე ავდივარ, მიხარია ბავშვების გაბწყნებული სახეების ნახვა. ყველაზე მეტად რომელ სპექტაკლი და რომელ როლზე მუშაობა დაგამახსოვრდა? მე რამოდენიმე სპექტაკლი მაქვს ნათამაშები, მაგრამ ჩემი სპექტაკლი პირველი სპექტაკლი იყო წუნა და წუწუნა. მომავალში თუ აპირებ მსახიობის პროფესია აირჩიო? მე ბევრ წრეზე დავდივარ და ჯერ არ გადამწყვეტია. რას ატყვი ახლა შენს თანატოლებს, რომლებიც გვიყურებენ? მე ვეტყვი რომ შემოვიდნენ არგოში გუჯა მასწავლებელთან. მოგესალმებით პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მე ვარ გიგა შავაძე 13 წლის. რამდენი ხანია რაც არ გავს მსახიობი ხარ? დაახლოებით 1 წელია რაც არგო შემოვუერთდი. რას ნიშნავს შენთვის იყო მსახიობი და იდგე დიდ სცენაზე? მსახიობობა ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია და სცენაზე დგომა რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად რომელ სპექტაკლი და რომელ როლზე მუშაობა დაგამახსოვრდა? ჩხუბთა კორწილი, რადგან მომცეს მეფე აწევის როლი. მომავალში თუ აპირებ მსახიობის პროფესია აირჩიო? ბავშვობიდან ვოცნებობდი მსახიობობაზე და ბევრს ვიშრომები იმისათვის რომ გამოვიდე კარგი მსახიობი. რას ატყვი შენს თანატოლებს, რომლებიც გვიყურებენ? მადლობას გადავუხდიდი იმისათვის რომ ტაშს გვიკრავენ და გვიყურებენ ჩვენ და რა თქმა უნდა წარმატებებს ვისურვებ მათ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მე ვარ სესილი 7 წლის. რამდენი ხანია რაც არ გავს მსახიობი ხარ? 1 წელი. რას ნიშნავს შენთვის იყო მსახიობი და იდგე დიდ სცენაზე? გულის გახარებას. ყველაზე მეტად რომელ სპექტაკლი და რომელ როლზე მუშაობა დაგამახსოვრდა? ჩხუბთა კორწილი ბაღურა. მომავალში თუ აპირებ მსახიობის პროფესია აირჩიო? კი. რას ატყვი ახლა შენს თანატოლებს, რომლებიც გვიყურებენ? შემოგვიერთდნენ არგოში. მადლობა ძალიან დიდი. საბა როგავა 9 წლის. რამდენი ხანია რაც არ გავს მსახიობი ხარ? 1 წელი. რას ნიშნავს შენთვის იყო მსახიობი და იდგე დიდ სცენაზე? ძალიან მიხარია და დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაზე მეტად რომელ სპექტაკლი და რომელ როლზე მუშაობა დაგამახსოვრდა? სპექტაკლი ჩხუბთა კორწილი, ბუქს როლი. მომავალში თუ აპირებ მსახიობის პროფესია აირჩიო? ჯერ არ მომფიქრებ. რას ატყვი ახლა შენს თანატოლებს, რომლებიც გვიყურებენ? მადლობას გადავუხდიდი გულშემატკივრობისთვის. ჩვენ დღეს გავიცანით ახალი შანსი რჩეული ფოთის საბავშვო თეატრის არგოს პატარა მსახიობები. წარმატებები უსურვოთ და იმედია არაერთხელ მოგვიწევთ მათთან შეხვედრა. ბარბარე გაგუას სპეციალური ტელეკომპანია ახალისთვის. ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ და აქვე გეტყვით რომ თქვენი ფესტივალის ერთ-ერთი გამშუქებელი მედია საშუალება ვიქნებით დღიურებიდან დაწყებული ბოლომდე დამთავრებული. ეხლა თქვენ ახსენეთ თქვენი ხელმძღვანელი რომელსაც მიჩნევ მიწერე წერილი და ძალიან მინდა რომ აი როგორც თქვი წეღან ჩვენი ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა გადავცე მას. დიდი მადლობა. და
ეს ორი ნახატი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ნახატები არის. მე წახანაც თქვი მთელი ამ ჩაწერის განმავლობაში რომ ვამაყობ იმით რომ ასეთი ახალი სახეები გვყავს აღმოჩენილი და ეს ნახატი მინდა რომ ამ ნახატებმა შენთან დაისადგურონ. ეს არის ელენე ილიაევის ნახატი, რომელსაც სულ მალე კიდევ ერთხელ გაიცნობს ჩვენი მაყურებელი უფრო ახლოს და ესეც კი თანამედროვე მხატვრის თეა გოლოშვილის ნახატი და მე ზუსტად ვიცი რომ ეს ნახატები მიდის იქ, სადაც უნდა იყოს. მადლობა თქვენ რომ იყავით. უღრმესი მადლობა ქეთი, უღრმესი მადლობა. კიდევ ერთი პატარა გოგონა ფოთიდან. ჩვენი თანამგზავრია ხიარული ცეკვა დღე-ღამე ჩვენი უკრიბებით და ერთად მღერი ცეკვა გამოდი შენ ხიარო დღეს ოცნებ გზაზე იარე ხიარო მოტაზე ჩვენთან ერთად სიმღერას ყველა ინატრებს ხიარული სახეები წყალში გვანათებს გამოდი შენ ხიარო დღეს ოცნებ გზაზე იარე ხიარო მოტაზე Mama make me party non-stop in a island banda. Swing those hips and back it up to me ragga. A chance for party ladies do the doggy doggy. I'm drumming island reggae, rapping blue, green and yellow. Me tapping on me beat, make a slow wine for me baby. Speakers pumping, people jumping. We drumming the island way. Johnny Tanam Dauria, Khiyaruli Tegwa. Დღე-ღამე ჩვენ უკრიბებით და ერთად მღერით ცეკვა გამოდი შენ ვიმხიაროთ დღეს ოცნებ გზაზე იარე მხიარო მოტაზე Solomon girl straight up, right roots in mama make me party non-stop in a island banda. Swing those hips and back it up to me ragga. A chance for party ladies do the doggy doggy. I'm drumming island reggae, rapping blue, green and yellow. Me tapping on me beat, make a slow wine for me baby. Speakers pumping, people jumping. We drumming the island way. Let's Sicilia, დღესაც ყველა ცეკვავს ამ ლამაზი მელოდი ჩვენ აგამღერებთ ყველას გამოდი შენ ვიმხიარო დღეს ოცნებ გზაზე იარე მხიარო მოტაზე სუპერ პირველი ფესტივალი რომელიც ჩატარდა რუსთავში ჩვენთვის მართლა აღმოჩენა გახდა. რადგანაც პირველ ფესტივალზე აღმოაჩინეთ გოგონა. ხატყარი პატარა გოგონა, მარიამ პატაშური. გავიდა დრო და მარიამი იმდენად გაიზარდა, რომ მისი სახელი გასცდა საქართველოს ფარგლებს და სხვადასხვა ფესტივალებსა და კონკურსებში უკვე საზღვარგარეთ მიიღო მონაწილეობა და გამარჯვების სიგელები ჩამოვიდა საქართველოში. თითქოს არაფერი ხომ ძალიან ბევრი ბავშვი ხატავს, წერს, მაგრამ მარიამი ამავე დროს ცეკვავს კიდეც და რაც ყველაზე მთავარია, ის ასეთ პატარა ასაკში გახდა წიგნის მხატვარი, პიგო ბიჭის თავგადასავალიც და მე ძალიან მიხარია რომ მარიამი ჩვენი მეგობარია. მარიამა ჟურნალისტობაც კი მოირგო და მართლა ძალიან კარგად გამოუვიდა. მარიამ, მინდა რომ ჩემთან მოხვიდე. ეს ლამაზი გოგონა, რომელიც მართლა ყველა მხრივ ნიჭიერია. მარიამ, შენს ნახატებს დღეს ყველა ოვაციით ათვალიერებდა და მინდა რომ შენ თვითონ გაეცნო ჩვენს მაყურებელს და კიდევ ერთხელ იმ შენს ახალ მიღწევებზე გვიამბო, რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით.
მოგესალმებით, მე ვარ მარიამ პატაშური, 145 საჯარო სკოლის მერვე კლასის წარჩინებული მოსწავლე. ხატვა დავიწყე 5 წლის ასაკიდან, ვარ თვითნასწავლი მხატვარი და ვხატავ ნებისმიერი ჟანრის ნახატს. მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში და კონკურსებში და მაქვს ბევრი გამარჯვების და საერთაშორისო დიპლომი. მონაწილეობა მივიღე 4 საერთაშორისო ქართულ იტალიურ პროექტში და მაქვს 4 საერთაშორისო დიპლომი. ასევე ბოლო საერთაშორისო გამოფენაზე მივიღე 2 საერთაშორისო დიპლომი და მიქელანჯელოს პრემია, რომელიც ჩამოვიდა იტალიიდან. ფესტივალში ახალი შანსი გაიმარჯვა ჩემმა ნამუშევარმა და ვარ გრან-პრის მფლობელი. გრან-პთან ერთად საჩუქრად გადმომეცა პერსონალური გამოფენა ნიკო ფიროსმანიშვილის სახელმწიფო მუზეუმში, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და მუზეუმს საჩუქრად გადავეცი ჩემს მიერ შესრულებული ნიკო ფიროსმანის მეთევზე, რომელიც ამჯერადაც მუზეუმში არის განთავსებული. ასევე ჩემი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მნიშვნელოვან საგამოფენო სივრცეებში, ელენე ახვლედიანის სახელობის გალერეაში, სამების საკათედრო ტაძარში და ორჯერ სასტუმრო მარიოტში. მონაწილეობა მივიღე მათემატიკური ნახატის კონკურსში, სადაც გაიმარჯვა ჩემმა ნამუშევარმა და გადმომეცა გამარჯვების დიპლომი. ასევე მონაწილეობას ვიღებდი წევე ახალის პროექტებში და ვიყავი გადაცემის წამყვანი. ასევე დაიბეჭდა ჩემი ნამუშევრებით ილუსტრირებული წიგნი საბავშვო ზღაპარი, რომელიც ამჟამად გაყიდვაშია და ეხლაც ვიმყოფები ჩემი ნამუშევრების კიდევ ერთ გამოფენაზე. ვამბობდი და კიდევ ერთხელ ვიტყვი. რომ არა მშობლების ხელშეწყობა, რომ არა პედაგოგების ხელშეწყობა, ეს ბავშვები ასეთები ნამდვილად ვერ იქნებოდნენ. მაგრამ მარიამი არის გოგონა, რომელიც მე წინა ჩაწერაზე ვსქვით თუ არ მახსოვს, რომ მართლა პირველად ნახე, რომ მამა აი ასე მარიამის გვერდით დგას მუდამ. მოკლედ მარიამ გაგიმართლა იმაში, რომ ასეთი დედა და მამა ყავს. მამასთან ძალიან დიდი ბედიში, მაგრამ დღეს მინდა რომ დედა ამოვიდეს ჩვენთან ერთად სცენაზე. გთხოვ ნინო, მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ მუდმივად ხართ ჩვენს გვერდით და რა ვიცი, მადლობა მარიამისთვის. თავისი ნიჭი წარმოაჩინონ არა მარტო მარიამს, არამედ ვიცი რომ ასეთ წარმატებულ ბავშვებს უწყობს ხოლმე თქვენი გადაცემები და პროექტები და მადლობა ასევე თქვენ ყველაფერი ამისთვის. მადლობა. და იმედია რომ მარიამის პატარა დაიკო, რომელიც მუდმივად არის ჩვენთან ერთად, სულ პატარა მახსოვს, ისიც შემოგვიერთდება. ეხლა კი ისინი ორივენი ჩვენთან არიან ცეკვით და ჩვენი მაყურებელი უკვე მარიამის დაიკოსაც გაიცნობს. თქვენ მოემზადეთ ცეკვისთვის, ჩვენ კი ვაგრძელებთ.
დღევანდელი საღამო სწორედ იმიტომ არის ბენეფისი ამ 6 რჩეულის, 6 ახალ შანსელის, რომ ხედავ, როდესაც დიდი პოეტები, მწერლები, მხატვრები აკეთებენ საღამოებს, ფესტივალებს, მიყავთ ეს ბავშვები, ათქმევინებენ ლექსებს და არ მომერიდება ამ სიტყვების თქმა, თუ ის ამ ბავშვებს ყველანი იყენებენ როგორც სცენის სილამაზეს, ფოტოების გადასაღებად და პიარისთვის. თუმცა ძალიან ცოტა მიცის აი ამ ბავშვებში რამხელა პოტენციალია. და სწორედ აი ეს მინდა დღევანდელმა ჩაწერამ დაანახოს არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეულ ქართველებს, თუ რამხელა პოტენციალია ამ ბავშვებში. ჩვენი მეორე შანსის გამარჯვებული გახდა პატარა ბიჭი, მაშინ მართლა პატარა იყო, ეხლა ცოტა გაიზარდა. გიორგი ქენქაძემ, როდესაც ნაწერები გადმოგვიგზავნა, მართლა გეუბნებით, რამდენჯერმე წავიკითხეთ, თუ არა თამარ მახარაშვილი დამეთანხმება ამაში და ვერ ვიჯერებდით, რომ ეს იყო მაშინ 9-10 წლის ბავშვის დაწერილი. დღეს გიორგი უკვე დიდი ბიჭია, შემდგარია და მე ძალიან ამაყივარ იმით, რომ გიორგი დღემდე ჩვენი მეგობარია და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ჩვენი აღმოჩენა და ახალ შანსელია. გიორგი, მოდი. პირველ რიგში მოგესალმებით. მე ვარ გიორგი ქენქაძე. ცხოვრობ დედაბწყარის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოქედში და სწავლობ ზემოქედის ნომერ 1 საჯარო სკოლაში. მე-7 კლასში. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ორგანიზაცია ახალ შანსს, რომ ჩვენს თაობას გვაძლევენ შანსს განვითარებისთვის. რისთვისაც მადლობა თქვენ. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩემი სკოლის დირექტორს ბატონ დავით სეთურს, რომ ჩამოგზავნდა ჩემს გამო. მან გამოიარა ასობით კილომეტრი და მადლობა თქვენ. ახლა კი შემოგთავაზოთ ჩემს ლექსს გზარ წვენისაკენ. ჩემს სამშობლოში შემოვიდა ნინოაზიშვით. მოქონდა რწმენა დაგულოცა მიწა ზეცაო. სნეული ნანა განკურნა და უფლის ნათელით დედოფლის შვილში სასწაული დაითესაო. მაგრამ მირიანს არ შოროდა ამ სასწაულის. დაეჭვისალით შეხურებდა ირგვლივ ყველაფერს. არასვენებდა ბნელი ფიქრები, შემოიყრიბა ირგვლივ ამალა. მან გადაწყვიტა ქრისტიანი ამოეხოცა და ბოლოს ნანა დედოფალიც უნდა მოეკლან. მუხვანის გზაზე ნინოელსა მთაზეც თხოთისას მოულოდნელად დაუბრუნდა მზედ და ქვეყანა. შემკრთალი მეფე შემოსხოდა კერპებს შორიდან, მაგრამ პასუხი ვერავინ გასა არა და ვერა. სასოწარკვეთილს გაახსენდა ნინო და ღმერთი. შესთხოვა შოლა და ამიკუნს განმარიდეო. სანასტოდიკი თაყვანსემდა ჯვარს და სალოცავს და სამუდამოდ გახდებოდა რწმენის ერთგული. მეფემ როდესაც დაასრულა პირველი ლოცვა, უკუნი გაქრა კვლავ სინათლემ დაისადგურა. ამ სასწაულმა გაუნათა გონება მეფეს და იმ დღის შემდეგ საქართველო გაქრისტიანდა და მას შემდეგაც 1000 წლეულებს გაუძლო რწმენამ. ვაზიშვის მადლით საქართველო კვლავაც ირწმუნდება, რაც ნინოს ლოცვით დათესილა ერწაშლის ლანი, ჩვენ სამშობლოში სიყვარული არ დაილევა. ახლა წაგიკითხავთ ჩემს პატარა დაწერილ მოთხრობას მუხა და ცული. იყო და არა იყო რა. ერთ დიდ ტყეში იზრდებოდა ერთი ძალიან ლამაყი მუხა. ის იყო ყველაზე მაღალი, ყველაზე ძლიერი. მისი ჩრდილის ქვეშ პატარა ციყვები თამაშობდნენ. ჩიტები მღეროდნენ, ხოლო ქარი ფოთლებში სიმღერას უკრავდა. არავის არ მეშინიაო, ამბობდა მუხა ხმამაღლა. ქარიც ვერ მამხობს, მეხიც ვერ მათრთუნებს. ერთ დღეს ტყეში ერთი მჭრელი მოვიდა. თან ცული ჰქონდა. ჯერ თხელი ხეები მოჭრა, მერე ბალახები გადათელა და ბოლოს მუხასთან მივიდა. შენ ხარ შემდეგი, ჩაილაპარაკა მჭრელმა. ცული მოიმარჯვა. მუხა ამაყად გადახედა ცულს, მაგრამ უცებ რაღაც შეამჩნია. ცული სტარი, მისთვის ძალიან ნაცნობი იყო. რა უნახე შეყვირა მუხამ, ეს ხომ ჩემი დაკარგული ტოტია. წლების წინ ქარმა მომატეხა და სადღაც დაიკარგა.
ცულის მოქნევა მუხას თითოჭრილობას აყენებდა. მუხა კი ტკივილზე უფრო გულდგატეხილი იყო. სამწუხაროა, მტერი ვერაფერს დამაკლებდა, მაგრამ საკუთარი ტოტით მენგროა ჩემი თავი. და ამით დასრულდა მუხის ამბავი. მორალი: ყველაზე დიდი ტკივილი იქიდან მოდის, საიდანაც გგონია რომ უნდა დაგიცვან. ამიტომ ამბობენ, სული ვერაფერს დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო. როცა ფანჯარასთან ვჯდები, შორს თოვლიანი მთებისკენ ვიყურები. ყოველთვის მგონია რომ იქ ნისლის იქით რაღაც შემია. მე იქ არასდროს ყოფილი ვარ, მაგრამ მგონია რომ ის შემში ცხოვრობს. იქ სადაც ახლა მართულ ხლართებია, ჩემი ფესვებია ჩარჩენილი. იქ დაიბადა პაპა ჩემი და იქ ჩემი გვარის ისტორია იზრდებოდა. მე კი მხოლოდ ვისმენ მათ მოგონებებს და ვოცნებობ იმ დღეზე, როცა თავად შეეხები იმ მიწას, რომელიც ასე მენატრება. მიუხედავად იმისა, რომ არც კი მინახავს. მამა ჩვენდება, როცა იმ ხარაზე ვაკითხები. თვალებში ისეთი სევდა უდგას, თითქოს იქ დარჩენილი მთის სული მასში ჩაასახლეს. ხანდახან ეკითხები, ოდესმე დავბრუნდებით მამა? ის იღიმის, მაგრამ ეს ღიმილი თითქოს ქარში იკარგება. დავბრუნდებით შვილო, ერთხელ მაინც, სული რომ არ დაგვეკარგოს. საღამოობით, როცა სოფლის ბოლოს მივდივარ და შორიდან ის მთა მოჩანს, გული მიჩქარდება, მგონია ქარი იქიდან მოდის, ჩვენი მიწიდან, მას მოაქვს ბალახის, მიწისა და თავისუფლების სუნი. მაშინ თვალებს ხუჭავ და ვგრძნობ, როგორ იღვიძებს შემში რაღაც ძლიერი. ალბათ ეს არის ჩემი მთის სული. მგონია რომ ეს სული მამა ჩემში ცხოვრობს. როცა დილეობით სამუშაოზე მიდის, თვალებში მასაც ის ძალა და სევდა უჩანს, რაც მთას აქვს, ძლიერი, ამაყი, მაგრამ ტკივილით სავსე. მინდა ოდესღაც იქ დავბრუნდე. მინდა იმიწას ფეხით დავადგე, პაპა ჩემის ეზოში ჩავიდე. იმ ხესთან მივიდე, რომელზეც პაპა ჩემი მიყვებოდა და ჩუმად უთხრა: დავბრუნდი პაპი, მე აქ ვარ, შენი შვილიშვილი აქ არის. ჯერა დადგება დღე, როდესაც მართულ ხლართები გაქრება. მზე ისევ გაანათებს ჩვენს ეზოს. მამა თავის ბავშვობის აღს მოილის და მთის სული, რომელიც ახლა ჩვენს გულებშია დამალული, თავისუფლად შეისუნთქავს ჰაერს. მანამდე კი მოვატარებ ჩემი მთის სულს გულში, როგორც ძვირფას საიდუმლოს, როგორც დაპირებას, რომელსაც არასდროს დავარღვევ. როცა შორიდან მზის ჩასვლას ვიყურებ, ყოველთვის ვფიქრობ, იქ იმ ხარეს, ჩემი მთა დგას და იცის რომ მოვა დრო და აუცილებლად დავბრუნდებ. მოკეთ, მინდა ძალიან ბევრი წარმატება გისურვო. და სხვათა შორის, მე წახან დამავიწყდა, მე თქვა, რომ ყველა ჩვენი პროექტის დასასრულს იბეჭდება ესეთი ბროშურები, სადაც ამ ბავშვების შემოქმედება არის შესული. სხვათა შორის, გიორგის პერსონალური წიგნიც კი დავუბეჭდეთ უკვე და აი იმ მულტფილმს, რომელიც მულტფილმიც გაკეთებული არის გიორგის ერთ-ერთ ნაწერზე, უკვე გადაცემაში ნახავთ. მოხუცი და მტრედები. ქალაქის ერთ უბანში მარტოხელა მოხუცი ცხოვრობდა და ყოველდღიურად პარკში დადიოდა. დაჯდებოდა გრძელ სკამზე. სკვერში კი უამრავი მტრედი იყო. მოხუცკაც ყოველთვის მიჰქონდა საჭმელი მათთვის და ესაუბრებოდა. ამდობდა გულის ნადებს. მოხუცი საღამომდე იჯდა ბაღში და შემდეგ გულდამშვიდებული მიდიოდა სახლში. ასე გადიოდა დღეები. ერთ დღესაც კაცი შეუძლოდ გახდა და პარკში ვეღარ წავიდა. გავიდა ერთი კვირა. მტრედები ანერვიულდნენ. ეტა მოხუცი, რატომ აღარ დადის? ცუდი ხომ არაფერიაო. გადაწყვეტეს თავად ენახათ კაცი და გაეშურნენ მოხუცის სახლისკენ. მოხუცს ფანჯარა ღია ჰქონდა და მტრედები შეფრინდნენ. ნახეს, მოხუცი ლოგინში იწვა. ზოგი თავთან დაუჯდა, ზოგი საწოლზე, ზოგი ფანჯრის რაფაზე. მოხუცო, რა დაგემართა? ვინერვიულეთ პარკში რომ ვერ გნახე და შენ სანახავად მოვედით. მოხუცს სიხარულის ცრემლები ჩამოუგორდა. მადლობა, როგორ გამახარეთ რომ მომაკითხეთ. დიდხანს ესაუბრებოდნენ მტრედები, მოხუცს ამშვიდებდნენ და აიმედებდნენ. ნუ გეშინია მოხუცო, ჩვენ შენთან დავრჩებით, ვიდრე კარგად არ გახდები და შემდეგ ერთად დავბრუნდეთ პარკში. კაცი რომ გამოჯანმრთელდა, მტრედები გაფრინდნენ. აცილებდა მოხუცი და თავის ფისოსთან ერთად ფანჯარასთან იდგა. სახეზე სიმშვიდე და ღიმილი ეფინა. თითქოს მთელი სამყარო დაუმეგობრდა. ყველა ბავშვში
არის მზე, რომელმაც უნდა ინათოს. მაგრამ ამ მზის ნათებას ხელშეწყობა სჭირდება. რომ არა მშობელი, რომ არა სკოლა, ჩვენ ასეთი ახალგაზრდები არ გვეყოლებოდა. და მე დღეს აუცილებლად მინდა გაგაცნოთ აი ამ ბავშვების მშობლები, რომლებიც მუდმივად ამ ბავშვების გვერდით დგანან. და მე მინდა ახლა ჩემთან თხოვო გიორგის სკოლის დირექტორს ბატონო დავით და ასევე დედას. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით იმისთვის, რომ თქვენ ყველანაირად უწყობთ ხელს გიორგის და გიორგისნაირ წარმატებულ ბავშვებს იმისთვის, რომ თავიანთი ნიჭის რეალიზება მოახდინონ. როგორ ფიქრობთ, რამდენად საჭიროა, რომ ახალგაზრდებს დღეს გქონდეს ისეთი ხელშეწყობა ყველასგან, როგორც დაუშვათ თქვენ უწყობთ ხელს. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა რომ ჩვენს გიორგის მიეცემის საშუალება რომ გაიცნოს ხალხმა. ძალიან ნიჭიერი ბავშვია, კარგი შვილი ყავს, მამა ყავთ გიორგი და მე დიდი იმედებს მომყარებ რომ გიორგი ჩამოყალიბდება კარგ კაცად, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოადგება და კიდე შორს გაიტანს ჩვენი ქვეყნის სახელს. მადლობა გიორგის და მშობლებს რა თქმა უნდა და ყველა ამღებ მასწავლებლებს, ვინც გიორგისთან მუშაობს და თქვენ მადლობა ამისთვის რომ მადლობა თქვენ იმისთვის რომ ხართ გიორგის გვერდით და მე მინდა ჩვენთვის ყველაზე საამაყო საპატიო სტუმრის სიგელი გადმოგცეთ. მადლობა დიდი. გაიხსენებთ ჩვენს დღევანდელ დღეს და ქალბატონო ნაცია, მე მართლა აღფრთოვანებული ვარ ისეთი მშობლებით, რომლებიც თავიანთი შვილების გვერდით დგანან. მე არ ვიცი, შეიძლება მე ვხედავ ასეთ მშობლებს, თქვენ ხართ ის დედა, რომელიც მუდამ თან სდევთ გიორგის. არ ვიცი, შეიძლება გიორგიზე მეტად უკვე თქვენ გიცნობთ საზოგადოება. მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენი მეგობარი. გაიხარეთ. პირველ რიგში მოგესალმებით, უდიდესი მადლობა. ჩვენ წლებია უკვე მეგობრობთ, მე არა გიორგის მეშვეობით მეგობრობთ, რა თქმა უნდა. და მე მიხარია დღევანდელ დღეს, როცა უყურებთ ბავშვებს, აძლევთ თქვენ იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ფართო ასპარეზზე გავიდეთ და უფრო ფართი არეალი გქონდეთ და უფრო სტიმული ეძლევათ იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი და მეტი გააკეთონ. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ბატონო დავით თქვენ მობრძანებისთვის, ჩამობრძანებისთვის, მართლა სწორად აღნიშნა გიორგი და მადლობა ამისთვის, რომ დააფასეთ თქვენ შენი სკოლის დირექტორი და უდიდესი მადლობა ჩამობრძანებისთვის. მადლობა თქვენ და მადლობა დამსწრე საზოგადოებას. ჩვენი ფესტივალი გრძელდებოდა. შემდეგ ფესტივალზე აღმოვაჩინეთ გოგონა, რომელიც მართლა საოცრად ნიჭიერია. წერთ ლექსებს, ხატავს და აი ახლა თქვენ რასაც უყურებთ, აი აქეთ ამ მხარეს, ეს სწორედ მის მიერ დახატული ნახატებია და ელენე არა მარტო ნიჭი აქვს მხატვრობაში და წერს ლექსებს, დადის მუსიკალურ სტუდიაში, არის ძალიან კარგი მოსწავლე, უამრავი ფესტივალების გრან-პრის მფლობელი და მე მინდა ახლა ჩემთან მოვიწვია ელენე ბერიანიძე.
ელენე, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ აი ესეთი მართლა ძალიან მაგარი გოგო ხარ. აი ყველა მხრივ, ყველაფერში ნიჭიერი და ხანდახან ფიქრობ კიდეც, რომ აი როგორ შეუძლია ამ ბავშვს ამდენის გაკეთება. თან მეცოდები, რომ ცოტა ბავშვობა არა გაქვს. მოკლედ, მე მინდა ახლა რომ შენ თვითონ გაეცნო ჩვენს მაყურებელს და წარმოადგინო შენი თუნდაც რამდენიმე ლექსი. მოგესალმებით, მე ვარ ელენე ბერიანიძე და მე ვარ 12 წლის და ლექსების წერა დავიწყე ძალიან პატარა ასაკიდან, დაახლოებით 10 წლიდან და მე ასევე დავდივარ მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში, ასევე ქსოვრიშიც ვცხოვრობ, დავდივარ ალიას მიზანდარის სახელობის ნომერ 1 სამუსიკო და სამხატვრო სკოლაში, სადაც დავდივარ გუნდზე, ხატვაზე, ცეკვაზე, ასევე დავდივარ მე კაპელაზე, ფორტეპიანოზე, სოლფეჯიოზე და მე ძალიან მომწონს ეს შემოქმედება და ასევე მინდა რომ ჩემი რამოდენიმე ლექსით წაგიკითხოთ. ნატვრის სახდენა. გული მწყდება რომ არ არის, ყველა ბავშვი ბედნიერი. მინდა მათაც გაიხარონ ამ ცხოვრების ბედიღვალით. მაგრამ ასე როდის ხდება, ზოგს ცხოვრება უბრუნდება, თუმცა იმედს დავიტოვებ, რომ ზღაპარი წასრულდება. ასევე მაქვს მეორე ლექსიც, ბუნების სილამაზე. ლექსის წერა ადვილია მჯერავს. მოინდომებ დაგექნება შველა. სილამაზეს ღმერთი გვაძლევს ყველას. ასეთია ეს ბუნების კერა. გაიჭრებით ყეში ღრეში მინდვრად, დაილოცოს ბუნება და კერა. დედამიწის გულით ფეთქვის მჯერავს. ხიდან ხეზე გადაფრინდა ძერა. ასევე მაქვს მესამე ლექსიც, სისარტყელა. რა ლამაზი ხარ შენ სისარტყელა. გამოანათე, მე გხედავ ახლა. ცას რომ გაჰკრიხარ, მეც მინდა შენთან. ცოტაც გაჩერდი, მე გხატავ ახლა. გხატავ ოცნებით, გხატავ ფერებით. იმეც ვიტოვებ რომ კიდევ შეგხვდები. შესლამას ფერებს მოვეფერები. დამოვა დრო რომ კიდევ შეგხვდები. მადლობა ელე და მე როგორც წეღან გითხარით, მე დღეს მინდა მოვეფეროთ და მადლობა უთხრათ იმ მშობლებს, რომელი მშობლებით ამ ბავშვებს აი ასე კუთ-კუთ დასდევენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთი შვილების ნიჭის რეალიზაცია მოხდეს. მე მინდა ეხლა ჩვენთან დაუძახო ელენეს დედას, თავბატონ სოფოს, რომელიც მუდმივად ელენესთან არის და არის შენი მეგობარი. სოფო, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო. რაღაცა პატარა ჩვენგან სიმბოლური საჩუქარიც გადმოგცეთ და რასთავარია ყვავილი, რადგანაც ამბობენ მარტი ქალების დღეაო. ჩვენი წინა ფესტივალი იყო ჩემი გამომცემლობასთან ერთად ელიკო ცისკარიშვილის. ეს იყო ფესტივალი ჩემი მთის სული. მაშინ წარდგენაზე არ იყო ელენე და ელენეს დიპლომი მაქვს მე. ამიტომ განცა გადავცეთ წინა დიპლომი ელენეს. მადლობა. და ესე ჩვენთან დიდი სიყვარული. ცოტა რა გინდა რომ გითხრა და უთხრა ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ. მასე ცოტა ის არ ველოდი და მომზადებელი, მაგრამ პირველ რიგში მინდა ყველა ქალბატონს ეს თვე ყველა მარტი მაინც ქალბატონებისა და ყველას მოგილოცავთ. და რა ვიცი, მე მინდა რომ როგორც ვდევან ვაკეთო ყველაფერი იმისთვის, რაც შეიძლება ჩემი შვილისთვის, რომ ცხოვრებაში იყოს წარმატებული. და რაც კი შეუძლია და ანუ გვერდში დგომა ჭირდება ჩემგან, ამას ყველაფერს მე გავაკეთებ. და ჩემი მაზია უნდა დიდი შრომა ჩაატაროს და ყველაფერი გამოუვა. წარმატებებს გილოცავთ ყველას. დღევანდელი დღე, ვერც წინა ფესტივალი, ვერც ის ჩაწერები, რომლებიც ჩვენ ამ ბოლო ხანებში გქონდა, ვერ შედგებოდა რომ არა აი ამ დიდი სახლის, პატარა დიასახლისი და როგორც დღეს მე მას ვუთხარი, კეთილი ფერია ახალგაზრდების, ყველა ადამიანების იდეების განხორციელების. ქალბატონი მამისა, ჯაფარაშვილი წლებია ჩვენ ერთად მოვდივართ და მამისა, აი მართლა ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ და დღეს ყველა ადამიანი, რომელიც აქ არის, ამას ამბობდა, რომ უმაგრესი რაღაც კეთდება ამ შენობაში. და მე მინდა ახლა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო. და არ ვიცი, მინდა რომ შენს წარმატებები უსურვო ამ ბავშვებს, ამ ახალგაზრდებს
და მოგეფეროთ. მადლობა მეგობრებისთვის. მოგესალმებით. ძვირფასებო ყველას აბსოლუტურად. დღეს ძალიან გახარებული ვარ, რომ ხედავ აქ და უსმენ ბავშვების ჟღიამულს, მომავალ თაობას, რომელიც აუცილებლად უნდა გაიზარდოს, უფროსი თაობის მაგალითზე, რომელიც აჩვენებს სიყვარულის და სიკეთის მაგალითს. სხვა არაფერი დაგვრჩენია ზოგადად ადამიანებს, მოვაფეროთ, შევიყვაროთ ერთმანეთი და მე კიდევ ერთხელ დიდება უფალს, მადლობა რომ მომეცა საშუალება, რომ რაღაც ელემენტარული წვილი შემეტანა იმაში, რომ ეს ღონისძიება გამართულიყო დღეს. გისურვებთ წარმატებებს. მრავალჯერ ვისურვებდი თქვენ ხმაურს აქ, ხმაურს ბჭყალებში, რა თქმა უნდა, თქვენ შემოქმედებით წვას გისურვებთ და ქვეყნის ზოგადად კაცობრიობის მომავლის საქმეში ვისურვებდი, რომ ყველას უდიდესი როლი შეგვეტანოს. რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენ სამყაროს. კიდევ ერთხელ ვისურვებ წარმატებებს და მადლობა ამ დღისთვის. სანამ ახალ შანსელების წარდგენას გავაგრძელებდეთ, მე მინდა ახლა ჩემთან მოვიწვიო ქალბატონი ეთელ ზაქარიაძე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ წარმატების ფორმულაში ჩავწერეთ და ქალბატონმა მამისამ ჩვენ მოგჭა იმისი საშუალება, რომ აი აქ ამ შენობაში ერთი სივრცე დათმობილი ექნება თანამედროვე მწერლების და მხატვრების ნამუშევრებს. და პირველი მერცხალი არის ქალბატონი ეთერი და მე აქ ხედავთ თქვენ ძალიან ბევრი პოეტი, მწერალი, წიგნის ავტორი ხართ და ალბათ აუცილებლად თქვენც მოხვართ ჩვენთან, თქვენც გვაჩუქებთ თქვენს წიგნებს. ქალბატონო ეთერ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს ხართ ჩვენთან და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მე ვიცი, რომ ყველა წიგნი ავტორისთვის შვილივით საყვარელია და მისი გულიდან მოგლეჯა ძალიან ძნელია ხოლმე. და თქვენ ჩვენ გადმოგეცით წიგნები, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და იმედი მაქვს, რომ ფეხბედნიერი იქნებით და ბევრი ადამიანი შემოგიერთდებათ. რას გვეტყვით? დიდი პატივია წავსდგეთ მე წინაშე. პირველ რიგში მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მოიასალმებით პატარა მეგობრებს. ორი სიტყვით მინდა უთხრა პატარა მეგობრებს, რომ რაც ოცნება აქვს, რაც მიზანი აქვს, არ დანებდნენ, გააგრძელოთ. წარმატება მოდის შრომით, ბრძოლით, იბრძოლონ უნდა და ნამდვილად ჯერავს, რომ წარსდგებიან ღირსეული საზოგადოების წინაშე. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ქეთი მოწვევისთვის, ძალიან დიდი მადლობა ამ ბრწყინვალე ღონისძიებისთვის. მიგულოთ თქვენს გვერდით, რაც შემეძლება თქვენთან ვიქნები. და ეს ჩვენგან პატარა სიმბოლური საჩუქარი, მე ვთვლი, რომ ყველა წიგნი ოქროსია და მით უმეტეს თუ პირველი წიგნი, რომელიც ჩვენს ბიბლიოთეკაში დაიდება, ეს ნამდვილად ოქროს იქნება. მადლობა, მადლობა მეგობრებისთვის. გაიხარეთ. ახლა ვაგრძელებთ. და მე მინდა ახლა კიდევ ერთხელ გაგაცნოთ და იმ ადამიანებს წარმოგიდგინოთ გოგონა, რომელიც გახდა არა მარტო ახალ შანსელი, არამედ გახდა ტელეკომპანია ახალის რჩეული. ჩვენ მარიამის პატარა ბროშურაც გამოვშვით. და რაც თავარია, მარიამის მოთხრობა ვაქციეთ კლიპად, რომელსაც ჩვენი მაყურებელი თქვენთან ერთად ნახავს. და რადგანაც დღეს მარიამი სულ სხვა ამპლუაში ყავს წარმოდგენილი, მარიამის ნაწარმოებებს თქვენ გაეცნობით იმ ფილმიდანაც და კლიპიდანაც და შეგიძლიათ წაიკითხოთ კიდეც ჩვენს გვერდებზე ახალი შანსი და ჩვენი ამბები. თუმცა დღეს მარიამი ჩვენს წინაშე წარდგება როგორც პატარა მომღერალი.
მარიამი საოკუპაციო ზოლის წარმომადგენელია და მე ძალიან მინდა მარი შენ და შენი მეგობრები ძალიან მალე გაერთიანებულ და გაბრწყინებულ საქართველოში იყოთ. ჩვენ არ გითქვიათ ახლა ახლა მინდა გითხრათ. არის ნახატები, რომელ ნახატებსაც თქვენ ახლა იქ უყურებთ, არის მარიამის ხელით შესრულებული. მარი ხატავ, წერ, მღერი, ხო? ყველაზე ძალიან მაინც რომელი სფერო მოგწონს? სულ ყველაფერი მოგწონს. და ამავე დროს მარიამი წარჩინებული მოსწავლეა. მარიამს ყავს კიდევ პატარა დაიკო. ჩვენთან საერთოდ ასე ხდება ხოლმე. უფროს დაიკოებს ბაძავენ პატარა დაიკოები. მე მინდა ხა ჩემთან მოვიწიო ქეთევან ოთინაშვილი, რომელიც ქეთი მოდი. დაგვიკითხავს ლექს. ნაყლაფო თლებში ელვარებს, ვაშლისის ხლივით წითელი, მას აქეთ-იქით აკანებს, სიოს ამოდანელი. დიდი ხანია შესწქერის, მაღლავაშ სცერქი შაქარა, ოხ ნეტავერთი მოწყდესო, ამბობს თვისკულში პატარა, თითქოს უსმინაქარმაო, ხეში ახია გრიალით, კუნთში მოწყვიტა ნაყოფი, ძის მოდის ბზრიალით, კმაწვილმა ხელი დასტაცა და ქარსმადლი უძღვნა გულითა და სახლისაკენ მოკურცხლა აქცინოს იხარულითა. ძალიან ბევრი რაღაც გითხარით, ხო? რითიც ვამაყობთ და ვართ ამაყები. მაგრამ ამაყები ვართ იმითიც, რომ ჩვენ ისეთ საოცარ ახალგაზრდებს აღმოვაჩენთ ხოლმე, რომლებიც ოდნავ მიჩქმალული არიან, თუნდაც თავის სოფელში, თუნდაც თავის სკოლაში, თუნდაც თავის რაიონში. და მე ახლა ჩემთან მინდა მოვიწვიო ქალბატონი თამარი, მარიამის და ქეთევანის დედა. ქალბატონო თამარი თავად არის მწერალიც, ჩემს უკან არის ნახატები. ნახეთ, ეს არის ივანეს ნახატები, რომლის აღმოჩენაში სწორედ თამარი დაგვეხმარა. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მუდმივად ხარ ჩვენთან და ხარ აი ჩართული ყველაფერში და გორშიც ცდილობს ძალიან ბევრ ახალგაზრდას გაუხსნას გზა. ცდილობს არ დაივიწყოს ის მწერლები და პოეტები, რომლებიც ემიგრაციაში არიან და სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ვიყავით მათთან ცაგო აბაშმაძის წიგნის პრეზენტაციაზე, ხო? ძალიან მინდა რომ ცოტა ივანე გააცნო ჩვენს მაყურებელს. ჩვენი მაყურებელი ხედავს ახლა კადრებში ამ ნახატებს და მე პირველად ეს ნახატები რომ ნახე, თქვი რომ რუსუდან ფეტიაშვილი გამახსენდა თქო. მადლობა იმისთვის რომ ხარ ჩვენთან ერთად და აი ასეთი ნიჭიერი ივანი აღმოგვაჩენინე და მარიამი უკვე ჩვენი მეგობარია. უღრმესი მადლობა, რადგან არა მხოლოდ ჩემი გოგონა გაგაცნოთ, არამედ ჩემი დიშვილი, რომლის ნახატებიც აქ არის წარმოდგენილი და მართლაც საოცარი ნახატები აქვს. ალბათ შემდეგში აფასებს პროფესიონალები შეაფასებენ და თავის სხვათაშორის ივანეს ნახატებს კიდევ უფრო კარგად ჩვენს ახალ პროექტში თოქზე გაფენილი ხელოვნება, აი იქ გაიცნობ და იმედია მე თავად ივანეც მოვაჩვენ. აუცილებლად. ახალ შანსთან ჩვენ გვაკავშირებს უკვე რამოდენიმე წლიანი მეგობრობა. ჩემი შვილი გახდათ ერთ-ერთი გამარჯვებული და უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთის რომ აღმოაჩინა ჩემ შვილში ნიჭიერება. მადლობა ახალ შანსს. კატო ბავშვობიდან ეთლით მოსარგებლე იყო. გოგონა მშობლების მოუცლელობის გამო ხშირად ვერ ახერხებდა ეზოში გასეირნებას და ფანჯრიდან უყურებდა ქვეყანას. ერთ დღეს კატოს ძალიან მოუნდა ეზოში ჩასვლა და დედას კითხა: დედიკო, გცალია? ეზოში მინდა ჩასვლა. არ მცალია შვილო, უთხრა დედა. შემდეგ მამას თხოვა ეზოში ჩაეყვანა, მაგრამ მამასაც არ ეცალა. კატო მეგობარს დაურეკა: თაკო, გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად კატო, შენ როგორ ხარ? ეზოში ვარ, არ ჩამოხვალ? ჩემ მშობლებს არ ცალიათ რომ ჩამომიყვანო. თაკოც დაემშვიდობა კატოს და შეფიქრიანებულმა აირბინა მეგობრის სახლში.
თუ შეიძლება, კატოს ჩავიყვან ეზოში სასეირნოდ, მიმართა თაკომ კატოს მშობლებს და ისინიც დასთანხმდნენ. თაკომ ეზოში გაიყვანა კატო. მერე სხვა მეგობრებიც მოვიდნენ. მე ძალიან კეთილი მეგობარი მყავს, თქვა კატომ და თაკოს ჩაეხუტა. აი ასე მოვდიოდით წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე, ახალი პროექტიდან ახალ პროექტამდე და სულ რამდენიმე ხნის წინ იყო ახალი შანსის ახალი პროექტი. ქალბატონ ოლიკო ცისკარიშვილის ჩემ გამომცემლებასთან ერთად ჩემი მთის სული. მართლა საოცარი ნაწერები შემოვიდა, ნახატები შემოვიდა და რაც მთავარია, აი ამ პროექტმა ყველა საოცარი გამოხმაურება და ჩვენ, ზუსტად აი ამ ბავშვებით, მათი ნაწერებით ვიწყებთ ახალ პროექტს და არის სოფლის თანამედროვე სიცოცხლე. აი ამ ჩემი მთის სულში ძალიან ბევრი ახალი სახე და სახელი გავიცანით. ახალ შანსელი კი ბოლო ფესტივალის გახდა ნატა უგუვავა. ნატა დღეს ჩვენთან არის. და მე მინდა რომ თავის წარმოგიდგინოთ თვითონ, მაგრამ ნატას მოთხრობის წაკითხვის შემდეგ თქვენ ნახავთ მისი ნაწარმოების მიერ შექმნილ პატარა ფილმს ბომბორა ქვია ხო? ბომბორას, რომელიც ხოთაშორის ძაღლების მეგობარ რამდენიმე ორგანიზაციას ვაჩვენე და ისინი იყვნენ აღფრთოვანებულები და ალბათ უკვე მარტის ბოლოდან ისინი თავად დაუკავშირდებიან ნატას და ნატა უკვე იქ გააგრძელებს თავის და ნიჭის რეალიზებას. მადლობა მეგობრობისთვის ჩემო კარგო და მოდი გააცანი შენი თავი მაყურებელს და შემდეგ უკვე შემოქმედებაც. პირველ რიგში მოგესალმებით, მე ვარ ნატა უგულავა, 15 წლის დავიბადე ხონში და ვსწავლობ მე-10 კლასში. მე ვარ ადამიანი, რომელსაც სიტყვებთან განსაკუთრებული მეგობრობა აქვს. ბავშვობიდანვე მიყვარდა ისტორიების მოსმენა და შექმნა, რადგან სიტყვები ჩვენთვის ყოველთვის იყო გზა, რომ გამომეხატა საკუთარი თავი და ეს აზრები და გრძნობები გამეზიარებინა ადამიანებისთვის. წერა ჩემთვის მხოლოდ ჰობი არ არის. ეს არის საშუალება გავიცნო საკუთარი თავი და სხვებსაც უკეთ შევაგრძნო. ლიტერატურა მაძლევს ამ შანსს, რომ ჩვეულებრივ ამბებშიც ვიპოვო ემოცია, სიღრმე და მნიშვნელობა. მჯერა რომ თითოეულ ადამიანს თავისი ისტორია აქვს, ხოლო ჩემი სურვილია ეს ისტორიები ამ სიტყვებად ვაქციო და მკითხველამდე მივიტანო ისე, რომ მათში საკუთარი თავით ამოიცნონ. სწორედ ამ სურვილმა მომახვედრა დღევანდელ აქ პროექტში ახალი შანსი, ჩემი ბიზნესის განსახორციელებლად. დიდი მადლობა მინდა უთხრა ქეთი მიქაძეს, ჩემს მასწავლებელს ანა შვანგირაძეს და პროექტ თავიდან ახალ შანსს. ჩემი საქართველო. ბავშვობაში, როცა ძალიან პატარა ვიყავი, დედა და მამიდა ხშირად მიკითხავდნენ წიგნებს, მოთხრობებს, ხალხურ ლეგენდებსა და სხვადასხვა ისტორიებს სამშობლოზე, საქართველოზე. შენი სამშობლო საქართველოა. ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო. ყოფილა ორ ზღვაშუა აღმოცენებული, ნიკოპსიიდან დაიბანდამდე გაჭენებული და გამოჭენებული. მიყვებოდნენ, რომ 1000 წლების წინ აქ ჩვენს მიწაზე ცხოვრობდა ზეზვა და მზია, ცხოვრობდა ხალხი, რომელთაც უძველესი დროიდან მოჰყავდათ პური. 8000 წლის წინ ქვევით აყენებდნენ ღვინოს. 5000 წლის წინ ამზადებდნენ თაფლს, ჭედავდნენ რკინას. ყავდა ბუმბერაზი მეფეები, მეფე დავითი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გაერთიანა. მის დიდებულ ღვაწლს ხოტბას ასხამდნენ პოეტები და მწერლები. გენიალურ ანა კალანდაძეს უთქვამს: ფეხი დამადგით, გულზე დამადგით, ფეხი ყოველმან, წყალობა ჰყავით. ეს ლექსი ქართველებისთვის ლოცვაა, რომელსაც მთელი გულით წარმოთქვამენ დიდი დავითის მოსაგონად.
ყავდათ სურტაველი და შოთა რუსთაველი, რომლებმაც გვიან ბერძა შუშანიკის წამება და უკნავი ვეფხისტყაოსანი. ყავდათ ძმები ოპიზრები, რომლებიც უნიკალურ, დღემდე შემორჩენილ ფრესკებს ქმნიდნენ. ბევრი თავდადებული ადამიანი, მეომრები, მხედართმთავრები, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოსთვის. მათი სისხლით მოწყვილ მიწაზე კი დღეს სისხლისფერი ყაკაჩოები ბიბინებს. ეს ისტორიები ჩემში აღტაცებას იწვევდა. ლუკაზე მაჩვენებდნენ, მაგრამ მაინც მინდოდა წარმომედგინა უკიდეგანო, ორ-ზღვაშუა აღმოცენებული საქართველო, წალკოტი, ედენი, რომელიც თურმე ღმერთს თავის საუფლოდ ჰქონდა შემონახული, მაგრამ სამყაროს განაწილების დროს დაგვიანებით მის სულ ქართველებს აჩუქა. თქვენთვის დამითმია, ზეცაში ვიცხოვრებ, დე იყოს ალალიო. როცა გავიზარდე, ვნახე გელათი, ბაგრატი, სვეტიცხოველი, ნიკორწმინდა, ვიმოგზაურა თურქეთში და ვნახე ბებერი ტაო, ოშკი, ხახული, ოთხთა და ბანა. ზოგი დანგრეული, ზოგი წართმეული, უცხო მიწაზე მიტოვებული, მაგრამ მაინც ამაყად მდგარი, ძველი დიდებისა და ძლევამოსილების სიმბოლო. როცა ქართველმა ტურისტებმა ქართულ ტაძრებში ძველი ქართული საგალობლები შევასრულეთ, ჩემს გონებაში ნათლად გაცოცხლდა მიქაელ მოდრეკილი და მის მიერ მე-10 საუკუნეში შექმნილი საგალობლები. ჩვენი სამშობლოს ისტორიული ქატეხილები, სამშობლოსთვის შეწირული გმირები და ჩვენი იდენტობა. ჩემთვის ქართველი იყო, ნიშნავს იყო დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ოპიზრების, რუსთაველის, სურტაველის, ცხრაძმა ხერხეულიძის, სამასი არაგვერის, ბელი თევდორის, ჩებე დადიანის, მარა მაყაშვილის და კიდევ უამრავი სამშობლოსთვის ზვარად შეწირული, თავდადებული მემკვიდრე და მათ შთამომავლებს არ გვაქვს უფლება, არ ვიზრუნოთ დანგრეული პირას მისული გელათის აღდგენაზე, წართმეული ტერიტორიების, ახალ უცხო მიწაზე დარჩენილი ტაძრების დაბრუნებაზე, აღმშენებლებაზე და ჩვენი სამშობლოს ნათელ მომავალზე. ახლა ჩემთვის სამშობლო არის ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ჩემი ხალხი, ენა, ისტორია, კულტურა და ტრადიციებია. საქართველო ჩემთვის როგორც ერთი ქართველისთვის მხოლოდ რუკაზე მონიშნული ქვეყანა არ არის. ის არის მიწა, ხმელეთ ზურმუხტი, რომელიც ჩემი წინაპრების საუკუნეების ისტორიის ნაბიჯებს ინახავს. ჩემი საქართველო ღვთისმშობლის წიხვედრი, მზისწილი ქვეყანაა. ნატა არის ჩვენი პროექტის აი ეს პირველი მონაწილე, პირველად მიიღე ხო ნატა მონაწილეობა. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ანა შვანგირაძეს, რომელიც ჩვენი ძალიან დიდი მეგობარია და მართლა ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გაგვაცნო ხონიდან და მადლობა ანა, მადლობა ხონს მეგობრობისთვის. დღესაც ყველა გამარჯვებულია ხო? ყველა ახალშანსელია და ყველა მომავლის ხმა. თუმცა აი ამდენი პროექტის განხორციელების შემდეგ ყველაზე მთავარი პრიზი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ, ეს არის ოქროს კალამი. ნატა, და ეს ოქროს კალამი მინდა გადმოგცე შენ, იქით ჩვენი განცა გადმოგცემს, იცანია და ჩვენი დომბორა. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებ, ანა. დამსახურებულია ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ საჩუქრისთვის და ყველაფრისთვის მადლობას გიხდით პროექტში თქვენ. და იმედია ისევ იქნები ჩვენი მეგობარი, გააგრძელებ წერას, აი ესე შემოქმედებით აქტივობას და უამრავი წარმატება შენ. ძალიან დიდი მადლობა. ერთ დღეს სკოლაში მისო სკოლის ჭიშკართან შავი ბომბორა ძაღლი დამხვდა, საცუდავად მოკუნტული იწვა და მოწყენილი თვლემდა. როგორც კი მივუახლოვდი და დამინახა, სლაზნით წამოდგა, წელი ძლივს აითრია, მოშორებით დაწვა, თავი წინა თათებზე ჩამოდო და ამომხედა. ნახულიანი თვალები ჰქონდა, თითქოს რაღაცაზე დავრდობდა, წუხდა, მეგონა შიოდა. ჩანთიდან სახლიდან წამოღებული ღვეზელი ამოვიღე და ვესროლი. ცალი თვალით გახედა ბალახზე დაგდებულ ოქროსფრად დაბრაწულ ღვეზელს. ისე იყურებოდა, თითქოს უნდოდა კიდეც, მაგრამ თავს იკავებდა. უკადრისობდა. მე ასე მოგდებულს არ ვჭამო. არც კი დაყნოსა, თავი თათებზე ჩამოდო და თვლემა გააგრძელო. გაკვეთილი იწყებოდა და საკლოს ოთახისკენ გავიქეცი. ვიფიქრე მერე მაინც შეჭამს თქო, მაგრამ ნაშვადობს, როცა უკვე გაკვეთილები დამთავრდა და სახლში მოვდიოდი, შავი ბომბორა ისევ სკოლის ღობესთან იწვა და ჩემი ღვეზელიც იქვე იყო ხელუხლებლად. ახლოს მივედი, თავზე ხელი გადავუსვი. ვინ ხარ? საიდან მოხვედი? რა გჭირს თქო ვეკითხებოდი. პასუხად ნაღვლიანი უტყვი თვალებით ამომხედა. თითქოს მეუბნებოდა ყოველთვის ერთგული ვიყავი, მაგრამ მაინც გამომაგდეს. ეს არ დამემსახურებიაო. დიდხანს
ფრთხილად უსვამდი თავზე ხელს. მინდოდა ეკრძნო, რომ ვუთანაგრძნობდი. მესმოდა მისი. მის გვერდით ვიყავი. თითქოს იგრძნო მხარდაჭერა. წამოდგა, ხოზელი დაბნოსა და უხალისოდ შეჭამა. დიდი მუცელი ჰქონდა. მიხვდი მალე ლეკვებს გააჩნდა. ცხადი იყო, ამიტომაც მოიძულა და შეუბრალებლად გამოაგდო ქუჩაში უგულო ადამიანმა. წამოდი, მე დაგეხმარები. თავშესაფარს მოგწევ, საჭმელსაც მოგიდან, უსაფრთხოდ იქნები, ჩემი სკოლის დარაჯი იქნები. წამოდი, წამოდი. კუდის ქიცინით გარს შემომიარა, დამყნოსა. ორივე სკოლის ეზოში შევედით. სკოლის სარდაფისკარი გამოვაღე თუ არა, ბომბარო უმალ შევიდა. ყველა კუთხე კუნჭული შემოიარა. შეამოწმა უსაფრთხოდ იქნებოდა თუ არა. ბოლოს კარების კუთხეში ადგილი აირჩია და ყეფით მანიშნა, ეს ადგილი მომწონსო. თუნებას მომცემ, აქ დავრჩებიო. დღიდან მოყოლებული სახლიდან ბომბორასთვის ყოველ დილით მიმქონდა საჭმელი. ისიც გრძნობდა, როდის მივიდოდი და სკოლის ჭიშკართან ხვდებოდა. ყეფით და კუდის ქიცინით მომესალმებოდა. გაკვეთილების შემდეგ კვლავ ჭიშკართან მელოდებოდა. მიყებდა, ფეხებში მებლანდებოდა. წინ გადამიდგებოდა და მეტყველი თვალებით თითქოს მეკითხებოდა. ხომ არ მიმატოვებ? ხვალაც ხომ მოხვალ. მე თავზე ხელს გადაუსვამდი და ვაიმედებდი. მოვალ, არ მიგატოვებ, მაგრამ ეხლა უნდა წავიდე. ბომბურას მუცელი ეზრდებოდა, ბურთივით დამრგვალდა. ერთ დღეს სკოლაში რომ მივედი, ბომბურა არ შემომხვდა. გული გადამიქამდა შიშისაგან. ვაი თუ რაიმე დაემართა მეთქი. შეშინებული გავიქეცი სკოლის სარდაფისკენ და ჰოისაოცლება. თურმე ბომბურას ლეკვები გაუჩენია. 6 პატარა შავი უსუსური არსება მუცელზე აწვად ძუძუს გამალებით წოვდნენ. როგორც კი დამინახა ბომბურამ ყეფა დაიწყო და ჩემსკენ გამოიქცა. თათებით ზედმა ხტებოდა, თითქოს მადლობას მიხდიდა. მეც უსომოდ ბედნიერი ვიყავი. მთელი გულით მიხაროდა ბომბურას სიხარული. ამიერიდან ახალი საზრუნავი მქონდა. ბომბურას ლეკვების გამოსრდაში უნდა დავხმარებოდი. ახალი შანსი ციტატი და ნახე როგორ გახელავ თები.